ლანჩხუთში გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავებას 76 ადამიანს საკონკურსო კომისია 12 დღიან ვადაში განიხილავს ვაკანტურ ადგილზე შემოსულ პირთა დოსიებს. როგორც კომისიის სამმჯდომარე ზვიად აფხაზავა აღნიშნავს, 12 დღეში სრულდება განცხადებების მიღება. კომისიამ უნდა იმსჯელოს გამგებლის თანამდებობისთვის შესაფერ კანდიდატურებზე, რომლის შედეგად შედგება მეორე ეტაპზე გადასულთასია, მათ მიენიჭებათ სპეციალური საკონკურსო ფურცელი, ხოლო მესამე ეტაპზე გასაუბრების შედეგად შერჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენენ. 76 პრეტენდენტის განცხადება არის, როგორც გითხარით, ამ დროისთვის შემოსული. 12 დღიანი ვადა არის, ანუ ავტომატურად სავარაუდოდ გაგრძელდება კიდევ განცხადებების შემოსვლა. წინასწარ, რა თქმა უნდა, პროგნოზს ვერანაირს ვერ გეტყვით, რამდენი პრეტენდენტი შეიძლება დაფიქსირდეს. ამას გვაჩვენებს უკვე შემდგომ ვადა, როცა მოიწურება ამის ანალიზი.